Ambassador Fried, thank you so much for finding time for a voice. დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო ჩვენთან სასაუბროდ. ამერიკელმა სენატორებმა მხარი დაუჭირეს რუსეთზე სანქციების გამკაცრებას. სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობისას თქვენ ამ საკითხზე დამხედველობდით, როგორ აფასებთ სანქციების ამ ახალ ეტაპს. მივესალმები სენატორების გადაწყვეტილებას რუსეთს პასუხი აგებინონ მათი აგრესიისთვის უკრაინაში, 2008 წლის აგრესიისთვის საქართველოში და შეერთებული შტატების არჩევნებისას კიბერთავდასხმებისთვის. საერთო ინტერესების გათვალისწინებით რუსეთთან უნდა ვითანამშრომლოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების მიტაცებისთვის უნდა დავაჯილდოვოთ. In your recent essay, Free World. თქვენს ბოლო ესეში საუბრობთ თავისუფალი სამყაროს ცნებაზე. რას ნიშნავს თავისუფალი სამყარო დღეს? I think the free world ფიქრობ დღეს თავისუფალ სამყაროდ შეგვიძლია მოვიხსენიოთ ის ქვეყნები, რომლებსაც კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ღირებულებები აერთიანებთ. ამ ქვეყნების მიზანი კი მთლიანობაში სამყაროს უკეთეს ადგილად ქცევაა. And to continue on that, თავისუფალი სამყაროს ცნება მეორე მსოფლიო ომის დროს გაჩნდა და გულისხმობდა ქვეყნებს, რომლებიც კომუნიზმის წინააღმდეგ იყვნენ გაერთიანებულნი. დღეს თუ არსებობს მსგავსი გამაერთიანებელი ფაქტორი, რასაც თავისუფალი სამყარო ეწინააღმდეგება. თავისუფალი სამყაროს იდეების საპირისპიროდ არსებობს დიქტატურები და ავტოკრატიები. მათი მმართველობა არ ეფუძნება კანონებს და წესებს, არამედ მთლიანად ეყრდნობა ძალაუფლებას და ინტერესთა სფეროების გადანაწილებას. ამ მოცემულობაში საქართველო და მსგავსი ქვეყნები სხვა, უფრო დიდი ძალების თამაშის ნაწილად იქცევიან. ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, გავლენების სფეროების აღიარებისას საქართველო ეკუთვნის სხვას, მასზე დიდ ძალაუფლებას და არა საკუთარ ხალხს. თქვენს ნაშრომებში საუბრობთ ამერიკის დიად სტრატეგიაზე, რომელიც არამხოლოდ ადგილობრივ პრობლემებს, არამედ საერთაშორისო პოლიტიკის ხედვას მოიცავს. თქვენი აზრით, ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ დაივიწყა ეს სტრატეგია? Well, it depends, I guess, on whom you ask. გააჩნია ამ კითხვას ვის დაუსვამთ. თუ თავდაცვის მდივანს ან სახელმწიფო მდივანს კითხავთ, მათ აქვთ მზაპასუხები. ვერ ვისაუბრებ ადმინისტრაციის ბევრი წევრის ნაცვლად. ძალიან ხშირად არ მესმის ტრამპის ადმინისტრაციის. ჩემი აზრით, შეერთებული შტატების სიძლიერე მის სტრატეგიაშია, რომლის მიხედვითაც ის მსოფლიო პოლიტიკაში ჩართულია და როცა ძალაუფლებას ღირებულებები მართავს. you also speak about the free რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა თავისუფალი სამყაროს წესებს უნდა ეფუძნებოდეს? რას ნიშნავს ეს საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის? That according to the tenets of the free world, საბჭოთა კავშირის დასვლის შემდეგ წარმოშობილ ქვეყნებს, რომლებმაც ძლიერი დემოკრატიული და ეკონომიკური ინსტიტუტების მშენებლობა დაიწყო, აქვთ ყველა უფლება თავად განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის ბედი. მათი უფლებაა იყვნენ ტრანსატლანტიკური საზოგადოების და საერთაშორისო ინსტიტუტების ნაწილი. ამ პროცესს ცივი ომის დასრულებიდან თითქმის 20 წელი დასჭირდა. თქვენ იმსახურებთ თქვენს ადგილს ევროპაში იმის მიხედვით, რასაც თქვენვე გააკეთებთ და ამას არ წყვეტს მოსკოვი. თქვენ ეწინააღმდეგებით გავლენათა სფეროების ცნებას და ამბობთ, რომ ქვეყნები თვითონ უნდა წყვეტდნენ საკუთარ მომავალს. თუმცა 2008 წელს საქართველოსთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაზე უარის თქმა, ბევრისთვის სწორედ იმის ნიშანი იყო, რომ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში რჩება. well, it's a fair question that you ask. სამართლიანი კითხვაა. ჩვენ ვერ გავერთიანდით ნატოს წევრობის საკითხზე და შემდეგ იყო ომი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროთ ვაღიარებთ. ამ ომით საქართველოს ისტორია არ დასრულებულა. მისთვის კარები არ დახურულა. And then the war happened. Russia's politics. რუსეთის პოლიტიკას თქვენ კოროზიულს, მომწამლელს უწოდებთ. გაშფოთებთ რეგიონში მისი გავლენის ზრდა? Well, რა თქმა უნდა, მაშფოთებს რუსეთის გავლენა, მაგრამ ძალიან ხშირად რუსეთი მიზანს ვერ აღწევს. რუსეთს უნდოდა საქართველოს დემოკრატიზება შეერჩერებინა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. შეცდომაა იმის დაშვება, რომ რუსეთი მიზანს მიაღწევს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ტოტალიტარული სახელმწიფოა, ჩვენ კი დემოკრატიული. When we speak about Georgia, სხვადასხვა კვლევის მიხედვით საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს აქვს ძალიან მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა. თუმცა ასევე მზარდია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ამბობს, რომ ნატოში ან ევროპის კავშირში გაწევრიანება მათ სიცოცხლეში არ მოხდება. როგორ ფიქრობთ, ხომ არ იქონიებს ეს გავლენას ქვეყნის საგარეო კურსზე? it's not going to happen in my lifetime. I understand that. მე ამერიკელი ვარ, ეს ნიშნავს, რომ ოპტიმისტი ვარ. საქართველოში პირველად საბჭოთა კავშირის დროს ჩამოვედი. მაშინ რომ ქართველებისთვის გვეკითხა, როდის გახდება საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა, ალბათ 5%-ზე ნაკლები თუ იფიქრებდა, რომ ეს მათ სიცოცხლეში მოხდებოდა. მაგრამ ეს მოხდა. ცვლილებები იმაზე მალე ხდება, ვიდრე ხშირად წარმოგვიდგენია. დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. My pleasure.